რა არის სიყვარული? ბიოლოგიური თვალსაზრისით სიყვარული ნევროლოგიური მდგომარეობაა, ისეთივე როგორც შიმშილი ან წყურვილია, ოღონდ უფრო ხანგრძლივი. როდესაც მართლა შეყვარებული ხარ, ტვინი მთელ რიგ ნივთიერებებს წარმოქმნის: ფერომენებს, დოფამინს, ნორეპინეფრინს, სეროტონინს, ოქსიტოცინსა და ვაზოპრესინს. საინტერესო ისაა, რომ სიყვარული მეტნაკლებად ნარკოტიკს ჰგავს, ხოლო საყვარელ ადამიანთან დაშორება მართლაც ნარკოტიკივითაა. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ გულგატეხილ ადამიანში ყოფილი პარტნიორის სურათის ნახვა ტვინის იგივე რეგიონებს ააქტიურებს, რომლებსაც ფიზიკური ტკივილი და კოკაინზე დამოკიდებულება. ამასთან სიმპტომები შეიძლება იმდენად მწვავე იყოს, რომ ორგანიზმის მიერ გამომუშავებულმა ნივთიერებებმა გულის სერიოზული დაზიანება და ინფარქტიც კი გამოიწვიოს. ასე რომ მართლაც შეიძლება საყვარელი ადამიანის დაკარგვით სიკვდილი. ამას ხშირად გატეხილი გულის სინდრომს უწოდებენ. მოკლედ, თუ შეიყვარებთ, შეყვარებულ მდგომარეობაში საჭესთან ნუდას ხდებით. რატომ ვიყენებთ ამ ფორმას გულისა და სიყვარულის ილუსტრაციისთვის? საერთოდ რატომ ვიყენებთ გულს სიყვარულის გამოსახატად? ჩვენ ზუსტად არ ვიცით რატომ. ისტორიკოსებს თუ დავუჯერებთ, გული როგორც სიყვარულის სიმბოლო პირველად მე-13 საუკუნეში გვხვდება. გულის ფორმის გულის მეტაფორად გამოყენება კი მე-15-16 საუკუნეებში დაიწყო. მაგალითად, ლუთერანიზმის ეს სიმბოლო შექმნილია 1520 წელს, ხოლო ეს ნახატი 1486 წელსაა შესრულებული და იესო ქრისტეს ჯვარც მას ასახავს. ზოგიერთის აზრით, გულის ფორმა ინსპირირებულია ფოთლიდან ან მსგავსი ფორმის რომელიმე ყვავილიდან. თუ ამჟამად ვინმესთან გაქვთ ურთიერთობა, სცადეთ ერთმანეთს 3 სრული წუთის განმავლობაში თვალებში უყუროთ. თან არ დაგავიწყდეთ რამე აპარატი იქონიოთ ორივეს გულის ცემის გასაზომად. ახლა რაღაც უცნაური მოხდება. თუ ერთმანეთი მართლა გიყვართ, თქვენი გულის ცემა ნელ-ნელა ერთმანეთს გაუთანაბრდება. თქვენი გულები თითქმის ზუსტად ერთნაირად დაიწყებს ცემას. როგორ ან რატომ ხდება ასე, ჩვენ უბრალოდ არ ვიცით. მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი ქორწინება 1925 წელს შედგა და ეს ცოლ-ქმარი დღემდე ერთად არის. 2015 წელს მათი ქორწინების 99 წლის თავი იყო. თუ ოდესმე ყვარებიათ, შეამჩნევდით, რომ სხვა რამეზე კონცენტრირება ძალიან რთულია. თქვენი გონება იმდენად დაკავებულია ამ ახალი სიყვარულით, რომ მასზე ფიქრს ვერ წყვეტთ. თითქოს შეპყრობილი ხართ. ეს არც თუ ისე გასაკვირია, რადგან ამ დროს ტვინი ისეთივე აქტივობებს ასრულებს, როგორცაც ობსესიურ-კომპულსიური დარღვევის დროს. დამტკიცებულია, რომ რომანტიკული ურთიერთობის საწყის ეტაპზე ადამიანს შემცირებული აქვს კოგნიტიური კონტროლი. სხვა სიტყვებით, ამ ახალი პიროვნების მიმართ ფიქრები და გრძნობები იმდენად გშთანთქავთ, რომ სულელდებით. ფობია ფაქტიურად ყველაფრის მიმართ არსებობს და გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, გამონაკლისი არც სიყვარულია. ეს ფილოფობიაა და შეყვარების შიშს ნიშნავს. ალბათ ბევრ ჩვენგანს უნდა რომ სჯეროდეს, რომ გამოთქმა ჯერ ძმები, მერე ქალები ცხოვრებაშიც ამართლებს, მაგრამ როგორც ყოველთვის მეცნიერება გვეპარება ზურგში დანას გვიყრის და ყურში ჩაქჩურჩულებს. არავითარ შემთხვევაში. სტატისტიკის მიხედვით შეყვარება მინიმუმ 2 ახლო მეგობრის დაკარგვას იწვევს. რომანტიული ურთიერთობები გვართმევს დროს, რომელსაც სხვა შემთხვევაში მეგობრებთან გავატარებდით და მეგობრობაც ნელ-ნელა ქრება. თუ მსუბუქი თავის ტკივილი გაწუხებთ, კარგი იქნება თუ ცოტა ხნით თქვენს საყვარელ ადამიანს ჩაეხუტებით. მიზეზი ისაა, რომ როდესაც გულში იკრავთ ან ეხვევით მას, ვინც გიყვართ, გამოიყოფა ჰორმონი ოქსიტოცინი, რომელიც ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელივით მოქმედებს. ხშირად ტკივილის შესამსუბუქებლად მხოლოდ შეყვარებულის სურათის ყურებაც საკმარისია. სიყვარული საკმაოდ რთული რამაა. შეიძლება გიყვარდეს შენი ოჯახი, ასევე კარგი სადილი, შინაური ცხოველი, მეგობარი, ჰობი და რა თქმა უნდა შეყვარებული, მაგალითად ვალენტინობაზე. ასეთი მრავალფეროვნებისა და თანმხლები გრძნობების სირთულიდან გამომდინარე, სიყვარულის განსაზღვრა სხვა ემოციურ მდგომარეობებთან შედარებით ძალიან რთულია. ძველ ბერძნებს სიყვარული ბევრად უფრო ორგანიზებული გზით ჰქონდათ წარმოდგენილი. ისინი სხვადასხვა სახის სიყვარულს სხვადასხვა სახელს ეძახდნენ, მაგალითად, სტორგე, ოჯახური სიყვარული, ფილია, მეგობრული სიყვარული, ეროსი, რომანტიკული სიყვარული და აღაპე, საღვთო, ანუ უპირობო სიყვარული. ნამდვილი სიყვარულის პირველი ნაბიჯი მიზიდულობაა. სანამ ვინმე შეგიყვარდებათ, მანამდე ის უნდა გიზიდავდეთ.
მართალია მიმზიდველობა მეტად პირობითი და ინდივიდუალური მცნებაა, მაგრამ არსებობს რამდენიმე ზოგადი მოდელი, რომლითაც ჩვენი უმეტესობა აფასებს მიმზიდველობას და საბოლოოდ ვის ავირჩევთ ჩვენს პარტნიორად. მკვლევარების აზრით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი სიმეტრიაა. რაც უფრო სიმეტრიული სხეული გაქვს განსაკუთრებით კი სახე, მით უფრო მიმზიდველი ხარ. ძირითადი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ სიმეტრიულობა მიგვანიშნებს, რომ ინდივიდი ჯანმრთელია და შთამომავლობაც ჯანმრთელი ეყოლება. მიუხედავად იმისა, რომ სახე სხეულზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, საყურადღებო ფაქტორს ბარძაყი და მხრები წარმოადგენს. ბარძაყებთან შედარებით ვიწროწელიანი ქალები კაცებისთვის განსაკუთრებით სასურველები არიან. ეს მეტნაკლებად კაცებსაც ეხებათ. აქ მნიშვნელოვანი განიერი მხრებია. კიდევ საინტერესოა, რომ მიმზიდველობა და სიყვარული ტვინის სულ სხვადასხვა ნაწილებს ააქტიურებს. სიყვარული და რომანტიკული ურთიერთობები ტვინის მარჯვენა ნახევრის ნაწილებს ააქტიურებს, ხოლო იმის ყურება, ვინც თქვენთვის მიმზიდველია, მარცხენა ნახევარს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის. თქვენ არ უნდა იყოთ ძალიან მსგავსი ან ძალიან განსხვავებული. და როგორც ჩანს, ეს წესი ყველა სფეროს ესადაგება: გენეტიკა, ყოფაქცევა, გარეგნობა და სუნიც კი. აზრი იმაშია, რომ წყვილებს, რომლებმაც მსგავსებებსა და განსხვავებებს შორის ბალანსი იპოვეს, შეუძლიათ ისწავლონ ერთმანეთისგან და ამავდროულად ჰქონდეთ საკმარისი საერთო იმისათვის, რომ ერთმანეთს ეკუთვნოდნენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ სიყვარული ისეთივე რთულია, როგორიც ჩვენ გვგონია.